გაიხსენეს და განმარტეს, რომ ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლში მოხდა უკანონო ჩხვეკვა, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ფეიქრიშვილის დედას, ქალბატონ ნინო ფეიქრიშვილს, ამასთანავე საუბრობენ იარაღის ჩადების ფაქტზე. ისე რომ დავინახეთ ყველამ როგორ შემოიტანეს ახლა, იმიტომ რომ პატარა იარაღი არ იყო, ხო ავტომატი ჩადეს, ეს მთლიანი ჩანდა, როგორ შეაგდეს იქ ზემოდან. გოგა ყავდა თან იმ ოთახში. ანუ გოგამას დაინახა და რომ გამოვიდა გოგა მითხრა, რომ თათა უკვე ჩადესო და დაანებეო, თავი შეუშვი, ხა იქო ვითომ მიპოვიანო რა ხო და მე დავინახე ლურჯ რაღაცაში ხო ეგ არის და всё აი ფერისე ვაიმე რაღაც გამოიტანეს ამოიღეს ეს იარაღი რაღაც ავტომატი ნუ ძალიან ბევრი იმებით ტყვიებით რაღაცებით ესა ნუ არაფერი რა უნდა ანუ ნუ всё ხო მორჩა ხო რაღა უნდა თქვა ეხა მაგაზე რა თქმა უნდა ხელი არაფერს არ მოაწერა ჯერ ორდერი არ ქონდა ისე შემოვიდა ორდერი მქონდა იმისი რომ უფლება არ ქონდათ რომ ადვოკატის გარეშე დავდოთ ჩემი სახლი გაეჭხრიკათ ან რამე გაეკეთებინათ მაგრამ ნუ დამცინეს ამ ორდერს ეხა ვიგებ რომ თუმე ეს გუშინ ანუ იარაღი და იქ რო ეკითხები რომ ანუ საიდან არის ეს მუხლი 0-დან 4 წლამდე რაღაცები ის და თურმე ეხა დღეს აცხადებენ რომ თურმე ნარკოტიკული საშუალება და სავარაუდოდ იმიტომ რომ თურმე ვერ გაარკვიათ აი როგორ მაინტერესებს ერთ ნარკოლოგიაში არ გადაუყანიათ გოგა რა და 1000 ჯერ ყავთ შემოწმებული ცხოვრებაში არ ამოუგდია მაგიტომაც ვერ უდაგენ ჯოხაძის ფაქტს ხომ არ უკავშირებთ და ჯოხაძის ფაქტს ვერაფრით ვერ დაუკავშირებ იმდენად სწრაფად მოხდა ხმაური გავიგე ფანჯრიდან გადავიხედე იყო ბევრი ხალხი ამ პარალელურად უცებ იყო ძალიან ისეთი აი როგორც ავტომატის ჯერი ისე იყო ამ რკინის კარებზე და რაღაცა დავარდა და გასკდასავით იმიტომ რომ აი ნაპერწკლები დაყარა და მე გავიქეცი ბავშვისკენ და ამ დროს უკვე შემოვარდა გაურკვეველი პიროვნებები იყვნენ ერთადერთი სპეცნაზიც მოყვებოდა და აი რომ მე შევეკითხე რა დაჯგუფება ხართ ბანდა ხართ ვინ ხართ და ამაზე იყო ძალიან დიდი აგრესია რა გითხრათ, დაგვაგდეს, კონდახი თავშიც ჩამარტყეს, აი მათრიეს და აი რა გითხრათ, უსუსურობა